გუშინ საქართველოს ვარსკვლავის პირველ ეპიზოდს მთელმა საქართველომ უყურა. თქვენ გაიცანით ყველაზე არაორდინალური ჟიური. და ყველაზე გამორჩეული კონკურსანტები. Знаете, как вы поете? Она пенсент. Вот он еще сейчас у нас сванает, ты там ты сванает у нас. Ты здесь я хотел так. We sing the cover of fight. Head my Saturday გაიზიარეთ გულწრფელი ემოციები. დარწმუნდით, რომ ეს ყველაზე მაგარი მუსიკალური შოუა. ერთი გაბრუზული მანანა ვეპყვა, კი გვინდა მეორე ტიპი. თუმცა ნუ გონიათ, რომ უკვე ყველაფერი ნახეთ. რადგან წინ ბათუმის დასკვნითი კასტინგია. უფრო მეტი ემოცია. ბაბუ მიყვარხარ. ვაიმე როგორ მიყვარი. გოგონები საქართველოს ვარსკვლავი. მეტი სიცი. Stop the day. Stop the day. მეტი წრემლი. გაჩერდი ახლა. ეს ყველაფერი სწორედ ეხლა თქვენს თვალწინ მოხდება. მოემზადეთ. საქართველოს ვარსკვლავის კასტინგი ბათუმში იწყება. Get set go. Got my eyes on the prize and you can't catch me. Are you ready? Get set go. საქართველოს ვარსკვლავი ბათუმშია. დღეს მეორე კასტინგია. ტურისტული სეზონი გრძელდება და რაც თავარია გრძელდება ახალი ვარსკვლავის ძიებაც. კონკურსანტები უკვე პიაცაზე შეიკრიბნენ. ბათუმის პიაცა ამოედანა პლანეტის არაერთ მეგავარსკვლავს უმასპინძლა. დღეს ჩვენ აქ ვართ და სწორედ აქედან იწყება ვარსკვლავეთისკენ მიმავალი ბრწყინვალე გზა. რეგისტრაცია დასრულდა და ყველა სასტუმრო რედისონისკენ მიემართება. ჩვენ მოვდივართ! ჟიურიც უკვე მზადაა ახალი აღმოჩენებისთვის. რედისონის ფოიე მონაწილეებით გაივსო. კასტინგი იწყება. სულ მალე პირველ კონკურსანტს გავიცნობთ. ეს აბაშელი ბექა ბოკუჩავაა. ბათუმში წამოსვლამდე მისი მზადება ჯერ კიდევ აბაშიდან დაიწყო. ნიშნულოვანი დილა ბექამ თავად გადაიღო. Hi, მე ვარ ბექა ბოკუჩავა, 16 წლის. ბათუმიდან გადაცებული ვარ როკ ჟანრით, დაახლოებით 250 შემსრულებელს ვუსმენ და გამოვყოფ 4 ვოკალის, ეს არის ფრედი მერკური, იენ გილანი, რობერტ პლანტი და რონი ჯეიმს დიო. საქართველოს ვარსკვლავი მგონია რომ ელის ჩემნაირ ადამიანებს იმედია გადავლახა ვარიუს გადავასენებ ეტაპზე და შეხვდები საქართველოს ვარსკვლავში დროები. ბექა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ჩანს. თან თulis რომ ყველასგან გამორჩეულია. გამოვარჩევდი ჩემ თავს იმის რომ უფრო კარგად ვიცნობ სხვებთან შედარებით, ასევე ვიზუალითაც, სხვათა შორის მადარებენ ნირვანას ვოკალისტ კურტ კობეინის გარეგნობით. მათ მაქვს შედარებით გამორჩეული ალბათ სხვებისგან და უფრო კარგი მონაცემი მაქვს ვიდრე სხვებზე. მუსიკალურად ხარ ჩაცმული და მომწონს. ანად. რატომღაც მგონია რომ ჟიურის მოვაწონებ თავს და გავარკვირო კიდეც და მგონია რომ გადავალ კიდეც შემდეგ ეტაპზე რატომღაც. აბაშენით წარმატებები. ახლა როგორი ბიჭი მოვიდა ჩვენთან? გამარჯობა. გამარჯობა, რა ქვია? ბექა ბოკუჩავა აბაშიდან 16 წელს. ბიცები გიყვართ ხო? კი, როკი მიყვარს საერთოდ. ბიცზე ათეულში მყავს, მაგრამ ისე უფრო ქვინილი ძებნა. თქვენი ათეული გაქვს? ათეული უნდა გვიმღერო და ჩვენ გამარჯვებულ ხმას ამოვირჩევთ. დაიწყო ქვინით? ხო, ბოჰემიან რაფსოდით. Mama, just kill the man. Put a gun against his hand. Put my trigger now this day.
მთავარეცა და მეხუთე ელემენტიდან ძივასარია. შენ როგორ დაკმარეს სხვა სიმღერაც უშე. ანუ Guns N' Roses მოკლე ან November Rain-ის ძალიან მოკლე ტექსტი მოსმენერე სხვა სიმღერა ვაკაი სიმღერებს ირჩევს, მაგრამ მე ხო ნახოთ ეს. Do you need some time on my own? Do you need some time? მე მგონი ამ ადამიანს ყველანაირი ხმის გამოცემა შეუძლია. On the road, yeah. Do you know you need some time on the road? ბექა, ცუდად არის საქმე. მე მგონი ძალიან ცუდადაც. ხო უკვე ინტერესში ვარ, მე მგონი 10-ული უნდა ვამღეროთ, რომ 10 სხვადასხვა ხმა მოვისმინოთ. ბიტლსები. When I find myself all times in trouble, Mother Mary comes to me. მე ვფიქრობ, რომ თქვენ პრობლემა გაქვთ და პრობლემა გაქვთ პირველ რიგში ხმის. ერთხელაც სიმღერებთ მაგხვით, სახში მოხოთ და აღარ გეკნება თქვა. რომელ ერთ ხმას დაკარგოთ? სამს, რომელიც მოვისმენთ. ხო ნახოთ, რომელი ხმა გაიმარჯვებს. თქვენ არასწორად ვღერი ხართ თავიდან ბოლომდე და არასწორი წარმოდგენა გაქვთ შესრულებული. მოდით შევაჯამოთ. ჩვენ შეგაფასებთ ეგეთ არასები, ნინო? არა. არა, მადლობა. უნდა მოემზადოთ, მადლობა. სამწუხაროდ ვერ გადავხედი, რავი არ მოიწონთ, რაღაც პრობლემები გაქვს მასთან დაკავშირებით და რავი. და იქ კონკურსი იყო, რომელი ხმა მოგვეწონებოდა და რომელი მოეწონათ საბოლოო ჯამში, არც ერთი. ანუ არც ერთი მგონი რავი. ბეკამ ოქროს ბილეთი ვერ წაიღო და ამით გაკვირვებული ჩანს. ჩვენ კი გაბრაზებული ჟიური დაგვიტოვა. მე მგონი პირველად გავბრაზდ. ბათუმში მზე ანათებს, სანაპირო სავსეა. ზოგი ირუჯება, ზოგი სეირნობს და რაც მთავარია, ყველა მხიარულად ატარებს დროს. ჩვენი ერხასიათზეა ჩვენი ჟიურიც. მალე მათ წინაშე იური ლომინაძე წარსდგება. გამარჯობა. გაგოცინე. იური ლომინაძე ფოთიდან 17 წლის. შვენიერია იური ლომინაძე. რა შეგვისწრებთ? მერაბ სეფაშვილის თეთრი რაში დავიწყე. კეთილი. წმინდა სანთლის ხივი ხარ და ჩაუნქრალი ხემელი ხარ და არავის სულ არავის არ გავხარ. თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ, ვინ შეგწდება იმისი ხარ. შენს ლოდინში სიჭაბუკეც გათავდა. სადღაც მიქრის თეთრი რაში, სადღაც მღერის თეთრი გედი, ყველაფერში დამნაშავე შენახარ. რაინთება ღვინო ჯამში, აფეთქდება ჩემი ლექსით და შენ დაგენთება კარგო გელაბდრა. გავაგზავნო? იური ძალიან დამაჯერებლად მოგვიყევით ეს ისტორია, მაგრამ არ გიმღერიათ. ხო, მე პირველად მოვისმინე ესე ზუსტად და ესე ცუდად ნამღერი ერთდროულად. უფრო იმ ამბავზე ფიქრობდი, რასაც ყვებოდი, ვიდრე ვღეროდი იმ ამბავს ისი მოყოლაც გინდოდა. განსი რომ მომცეთ ყველაფერს გამოვასწორ. ჩვენ სამივე გვაქვს ერთი აზრი, რომ თქვენ მომღერალი არ ხართ. სამწუხაროდ ვამბობ არის. ნინოცა. მადლობა, ბედნიერ. აბა შენ. ბედნიერთ. წარმატებები. სადღაც მღერი. მოისმინა რა იური ლომინაძის ნამღერი თეთრმა გედმა თავის მოკლა გადაწყვეტა. ამ ფაქტის შემდეგ კასტინგზე საქმე ცუდად წავიდა. გავაცანი. მიცუქიძე ნატალია. როგორ მინდა რომ კარგად იმღეროთ. გაუძელი გულო.
თქვენ უფრო სრული გაქვთ ვიდრე ეს შეგიძლიათ. შემდეგი. საყვარელო მამულ. საყვარელო მამულო. შენ სიცოცხლეს თვითავარ. აი მე ფოტოში. წარუმატებელი კონკურსანტების ნაკადი ამით არ ამოწურულა. არ უნდა დაკარგოთ თქვენ დრო ამისთვის. მე გადავედი შემდეგ ტურში. შიური? არაო. ისეთი მნიშვნელოვანი გაკვლიათ, რაც ამ პროექტს სჭირდება. თან დამწლა გოლი. უნდა რომ გადასულიყო. დილიდან დიდი დრო გავიდა. ჟიურისგან დადებითი პასუხით კი ჯერ არავინ გამოსულა. კონკურსანტებში მღელვარება მიმატა. ცოტა ნერვიულობ, ყველა ეგრეა რომ გადავხმო. გვანცა მეგრელიშვილის ნერვიულობა ჯერ კიდევ პიაცაზე დაიწყო. ახლა პიაცას მოედანზე რეგისტრირდები და ნერვიულობ ძალიან. გამარჯობა. როგორ ღელა? გაგვეცემთ. გვანცა მეგრელიშვილი. ნუ ნერვიულობთ ასე. უკან არ გადავარდეთ ერთი ნაბიჯი წინ წამოვიდეთ. გვანცა პასუხისმგებლობა გაქვს ძალიან ეთყობა ძლიერი. ხო? però ღელვა ძირთადად ამის მიზეზით ხდება. ხო და თქვენ აი ამ ნერვიულობით ეხა ან უნდა დამალოთ ეს ნერვიულობა როგორმე. ან აზრი არ აქვს სიმღერა. რის სიმღერას აპირებ? ზომბი. მიდი. In your head, zombie. What's in your head, zombie. გაჭირებული ზომბი რა. მერთი მაცალე დავამთავრებ და მე ვიცი მე. რასაც გიზარდა. ქართული. აბა? ვაი. მათემატიკის გამოცდაზეც ასე ნერვიულო? მოკლედ, გულით, სულით და თან იფიქრე იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგად დაჩვენა შენი თავი. ნერვიულობ. იცი რა, ჩემთვის სიმღერაც უკვე არ არის საჭირო ასე ვთქვათ, აუცილებელი. პირდაპირ დავკვირდეთ ამ ადამიანს, რომ არ ვანერვიულებთ ჩვენ წელს რუსთავიორის პროექტში. საერთოდ სახში ხარ? ფაქტიურად. მე გეტყვით არის. მეც გეტყვით სამწუხაროდ. მეც ვიტყვი არის. სენერვიულებს შეიძლება გასასვლელიც ვერ იპოვოს. არა იპოვა. გაჭირებული ზომბი იყო. ხო. ეთანხმები? ხარ გაჭირებული. ჩემი ბრალია. კარგი, გემშვიდობებით. წარმატებები, ნახვამდის. გაჭირებული ზომბი ვიყავი. აღიარებით ჩვენება მის. სამწუხაროდ ვერ გადავედი. რატო იყო გაჭირებული ზომბი ცოტა ვერ გავიგე. ჩვეულებრივ ისეთი ზომბური ზომბი. არავინ იცის გაჭირებული ზომბის წევლა მუწია თუ ზედმეტი ნერვიულობის ბრალი იყო. ფაქტია, რომ ოქროს ბილეთი ვერც გვანცა მეგრელიშვილმა მოიპოვა. უცნაურმა აურამ წამყვანზეც იმოქმედა. შემდეგი კონკურსანტი ქუთაისელი ქეთი თურქაძეა. ჟიურისთან შესვლამდე შავი ზღვის ხედით ტკბება და საქართველოს ვარსკვლავობაზე ოწლებს. ვარ ქეთი თურქაძე, 21 წლის, ქუთაისიდან, მხარი ბავშვობიდან. სიმღერა და ლაპარაკი თითქმის ერთად დავიწყებ. ძალიან მინდა რომ გავხდე საქართველოს ვარსკვლავი და ამის სამართლიანი მიზეზიც მაქვს. ჩემი მშობლები არიან საზღვარგარეთ. ამ პროექტში მონაწილეობით მე მათ მინდა დავუმტკიცო, რომ მეც შემიძლია ვიყო ძლიერი, შევიძლია ვიყო წარმატებული და საამაყო შვილი. ძალიან დიდი იმედები მაქვს, ყველაფრისთვის მზად ვარ და მე გავხდები საქართველოს ვარსკვლავი. კარგი, მიდი და ნახოთ. წარმატებები. დროებით. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ გინდათ რომ საქართველოს ვარსკვლავი გახდეთ? დიახ, მე უბრალოდ არ მინდა, მე ყველაზე მეტად მინდა რომ გავხდე. მართლა? და აი იმისათვის რომ საქართველოს ვარსკვლავი გახდეთ, რა თვისებები გონიათ რომ საჭიროა ადამიანში? და აქედან რა გაქვთ? რა თვისება?
მაშინ რა მგონია რომ საჭირო არის და ამასთანავე მაქვს იმად ჩამოვთვლი. დაიწყეთ. თქვენი გოგოა. ვარ ენერგიული. ვარ მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა. მზად ვარ იმისთვის რომ ბევრი რამე მაქვს სასწავლი, იმისთვის რომ ხშირად საყვედური შემხვდება, ასე შემდეგ. უნდა ვისწავლო, უნდა ვინერვიულო. შეიძლება რაღაც კორექტივების შეტანა დამჭირდეს ბევრ რამეში, მაგრამ რადგან აქ მოვედი, ესე იგი მართლა ძალიან ბევრი ცვლილებებისთვის ვარ მზად და წინს რაფისთვის. საოცარ დიეტაზე ყოფნაც შეგიძლიათ? აი ვიცოდი რომ მაგას მეთქოდი და მე ნამდვილად შემიძლია. იმიტომ ჩვენ შევიღაცამ შეძლო, შეძელით. რატომ გადადეთ ამდენი ხანი თუ შეგიძლიათ? აუ ესეც აი ესეც ვიცოდი რომ ეს კითხვა ჩამჭრიდა. დღეს რა მოგვიუძენ? შეიძლება მას პატარა ისტორია რომ მოყოლო. კი, რა თქმა უნდა. პირველად სიმღერა მასწავლა ბაბუა ჩემმა. და ეხლა რა ხდებოდა? როდესაც ცოტას დალევდა, რაც ბებოს ძალიან არ მოსწონდა, ორი სიმღერა ჰქონდა ბებოს შემოსარიგებლად. პირველი იყო ახ ტურფავ. მეორე, ანუ თუ ეს არ გაჭრიდა, მე ტურფავ რად მემდური. ამიტომ სუპერ ბაბუა. კი, არაჩვეულებრივი, აი ბაბუა ჩემი ჩემთვის ყველაფერია. ბაბუ მიყვარხარ. მე გადავწყვიტე, რომ დღეს მთელი გულით როგორც შემიძლია, ვიმღერო რომ ახ ტურფავ და მე თუ არ მოგეწონება ტურფავ რად მემდური შეიძლება. თუ არ მოგეწონება მე ტურფავ რად. კი ბატონო. ჩვენ ახლა ვიყოთ ბებიები, ბრავო, ნამდვილად. ბებო, მე თქვენს იმედებს აუცილებლად გავამართლებ. საოცარი ადამიანი. უკვე მოიპოვეთ ჩვენგან გულშემატკივრობის მდგომარეობა. დიახ. ეხლა გამა. ეხლა უკვე ჩემზეა. კი. ახ ტურფავ, ნუ თუ ვერ აგრძნო, გადარეული დავიარები, არც მას ვენებენ, არც მიბრალებენ, ეგ დასაღუპი შენი თვალები. შენი თვალები. რამე შეგიძლიათ, აი ერთ ბანი რომ მოგცეთ, რომ ათამაშოთ რამე. ძალიან დიდი მადლობა. თან რომ უცებ არ გაჩერდეს პატივისა სიმღერას და დაასრულა. ხო. ქეთევან, ძალიან შთამბეჭდავი შემოსვლა გქონდათ თქვენთან. მე მინდა რომ ასევე შთამბეჭდავები ვიყოს თქვენს მეხსიერებაში ჩვენ დღეს. მე გეტყვით კის. მე გეტყვით კი. მე გეტყვით კი. აი რა მაგარია. ხოლო წარმოიდგინეთ ეს ჩემთვის რამდენად ვიფასია. ძალიან გაგვყადოთ ქეთე. ქეთის ოქროს ბილეთი აქვს. მისი სიხარული კონკურსანტებმაც გაიზიარეს. რაც თავარია ქეთი თურქაძის დადებითმა ენერგიამ ჟიური ნამდვილად აღაფრთოვანა. ხება მნიშვნელობა აქვს კარგ ენერგეტიკას. ახლა მნიშვნელობა აქვს საერთოდ არ მახსოვდა რომ აქ ვიყავი და ვიყავი შემფასებელი. ვიცინე კი ძალიან კარგია. ბაბუაც გამახსენდა, ბებიას გამახსენდა. რაღაცა აი. ჩახუტება მოვიდა. ქეთის ბაბუა შვილიშვილისგან ყველაზე დიდი საჩუქარი. ოქროს ბილეთი აქვს. მაგარია. ყველაზე მაგარია. Yes!
ყაჩახქეთი. კაი გოგო ხარ, დღეს მიყვარხარ. და Yes! რეკლამის შემდეგ. ოჯახური ტრიო საქართველოს ვარსკვლავის სცენაზე. აი ჩვენ რა ტიპის მომღერალსაც ვეძებთ, იმ ტიპის თქვენ არ ახალ. ჩვენი დროის მარინე გიორგის ასული ფერაძე, ანუ ჭრიჭირა. ვინ მოიპოვებს ოქროს ბილეთს და ვინ მიიღებს ჟიურისგან კატეგორიულ უარს? ყველაზე მთავარი გამოხჩა. უნდა გქონდეთ სიმღერის ნიში. ბათუმში ამინდი შეიცვალა. ქალაქში შხაპუნა წვიმაა. ამინდის მიუხედავად პიაცაზე ბევრი ხალხია. საქართველოს ვარსკვლავი ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური პროექტი და მეორე საკონკურსო დღე. კონკურსანტთან აკაცთან ერთად არ წყდება კოკის პირული წვიმა ბათუმში. არ წყდება წვიმა, მომავალი ვარსკვლავი კი თავის ბრწყინვალე კარიერას სწორედ აქ ბათუმის პიაცაზე იწყებს. ის ახლა ამ კონკურსანტებს შორის არის, თუმცა მისი ვინაობა არც ჩვენ, არც ჟიურიმ და არც თავად იცის. გადავინაცვლოთ რედისონში, სადაც შემდეგი კონკურსანტის ჯერი მოვიდა. ეს რუსთაველი ლიკა ლემონჯარია. მე ვარ ლიკა ლემონჯარია, 17 წლის ქალაქ რუსთავიდან. ყოველი დღე ჩემთვის იწყება სიმღერით და არ შემიძლია არც ერთი წამი სიმღერის გარეშე, იმიტომ რომ სიმღერა ჩემშია. სეზონურად ჩამოსული ვარ თქობულეთში, რადგან გვაქვს აღებული კაფე და ჩემს მშობლებს ვეხმარები ამ ყველაფერში. ყოველ ზაფხულს ჩემი ოჯახით მოვდივართ თქობულეთში, იმის გამო რომ ჩვენი ოჯახური ბიზნესი ავაწყოთ. ბარში არის ძალიან ბევრი ხალხი ყოველ საღამოს, ამიტომ ვცდილობ დავეხმარო ჩემს ოჯახს, თავიდან ბოლომდე მხარში ვუდგავარ ჭრიდით შემიძლია. ერთი პრიმინდა და ერთი კიეული. ამ ქაოსში, როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, მივდივარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მე ძალიან მიყვარს, ეს არის ვენჩთან ერთად სიმღერა. როდესაც მომღერი, ვცდილობ რომ მთელი ჩემი ენერგია დავდო სცენაზე და მაყურებელს დავანახო ეს. და ძალიან მიხარია, როდესაც ხედავ ძალიან ბევრ ადამიანს, როგორ მიტრავს ტანს. დიდი სცენა უკვე გელოდება. აბაშენი, წარმატებული. გამარჯობა. წარმოგიდგინეთ თქვენი. ლიკა ლემონჯარია, 17 წლის, ქალაქ რუსთავიდან. კაპიტანი ხარ თქვენ როგორც ჩავდი. მე ვიცი რომ თქვენ კიდევ ღერით სულ სხვა ადგილას. ჩემს ბარში. ძალიან კარგია და დიდი გაბედული ნაბიჯია. ყაჩახ. რა რეპერტუარს მღერით ხოლმე იქ? უფრო როკის სტილს, მაგრამ ანუ უფრო ენერგიულ სიმღერას. კი, მაგრამ დღეს ცოტა სხვანაირად წავსდგები. კარგია. Gonna stay away, I'm gonna fire, I hurt it in my face. Not to be wanted for me. This isn't no more, yeah. Never mind to find someone like you. I wish nothing for the best for you too. Sometimes the less to love, but sometimes they hurt and stay, yeah. კეთილი, მე იცით რა მინდა, მაინტერესებს როკს რას ეძახით. არა, კი არ განვიმარტოთ. ანუ იმღეროთ ის, რასაც თქვენ როკს ეძახით. აი ამ სიმღერის მე ბარში არაფერს არ მღერი ხართ? არის სიმღერა, მაგრამ არ ვიცი ტექსტი კარგად. შევაფასოთ შეება მეგობრებო რა. მე სამწუხაროდ არ მაკმაყოფილებს ლიკას დიაპაზონი. ის ცოტა მცირეა ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, როგორც არის საქართველოს ვარსკვლავი. მეც გეწყვით სამწუხაროდ არის. ჩემს კისაც აზრი არ აქვს, მეც არას გეტყვი. მადლობა. ნახვამდის ლიკა.
გისურვებთ წარმატებებს და კიდევ უფრო მეტებს მენელს. მადლობა. მოკითხვა ქობულეთში. გული დამწყდა, ვერ იტყვის, ვერავინ რომ გული არ დაწყდება, მაგრამ მივხვდი რომ მაქვს ბევრი სამუშაო, ვიმუშავებ და მოვალ. ლიკას საქართველოს ვარსკვლავში არ გაუმართლა. ალბათ ბარში სიმღერას ისევ გააგრძელებს. რო გადის. ჟიურიმ დილიდან უამრავ კონკურსანტს მოусმინა. ოქროს ბილეთის მოპოვება მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. საქართველოს ვარსკვლავი! შემდეგი კონკურსანტი ჯიხანჯურელი მაია ბიბინიძეა. მას მუსიკის და სიმღერის მიმართ თავისი აზრი გააჩნია, თუმცა ჯობს თავად მოусმინა. მუსიკა არის ჩემი ცხოვრების მეგზური, რომელსაც რომ მართლაც თქვა ესე. ჩემთვის მნიშვნელოვანი უფრო მეტად ნინო ქათამაძის შეფასება არის, რომ თვითონ მუსიკალურში ძალიან დიდი გარკვევა აქვს, თვითონაც პროფესიონალია და ალბათ მისი უფრო. საქართველოს ვარსკვლავში მოვედი, რომ იქნება გამიმართლოს და ცხოვრებისკენ რაღაც შანსები მქონდეს რა მუსიკალურში. გაგაცანი. მე ვარ მაია ბიბინიძე, ქობულეთიდან, გუჩემი პროფმახლია მამა და მამიდა. მამას და მამიდას დავიტოვებთ აქ, აბა შინ. მოგესალმებით. გამარჯობა. მაია ბიბინიძე 20 წლის, ქობულეთის რაიონის სოფელ ჯიხანჯორიდან ვარ. რა შეგვისწრებთ? დიახ, კაი რეპორტერიდან შემოგთავაზე Look this crying. კეთილი. Look this crying, cold beach cheeks. We think for the FIFA lost think we. No. Saying floods go, peace will come. Everybody shall peace will come. When is the pontoms or J? Sabis got a J. Sabis got a J. მუნდიარ. რა საყვარლად გამოთქვამთ ინგლისურ სიტყვებს, რომ იცოდეთ თქვენ თვითონ? ვიცით. თქვენ საქართველოს ვარსკვლავობას აპირებთ? ყველანაირად ვეცდები. რა თვისებები გონიათ რა ამისთვის საჭირო ადამიანს? ამისთვის ყველაფერი უნდა გქონდეს, უნდა იყო გამბედავი, ყველანაირად მიზანშეწოლილი ადამიანი უნდა იყო. იცით მაია, ყველაზე მთავარი გამოხრჩეთ. უნდა გქონდეთ სიმღერის ნიჭი. საქართველოს ვარსკვლავისათვის საჭირო თვისებებს შორის სასიმღერო ნიჭის არ ქონას ვხედავ მე და ამიტომაც ჩემო ძვირფასო მაია მე სამწუხაროდ ვერ ხედავთ ამ პროექტში მეკითხით არას. მეც ვიტყვი არას. დიდი მადლობა. არაო. რატო? ჩემსად არ ახარო და რა ვიცი აბა. მომავალში იმედია გამიმართოს. მაიამ ჯიხანჯურელებს ოქროს ბილეთი ვერ წაუღო. დღე გრძელდება. ამ ადამიანის წარმატებას სოფელ კორმაღლში ყველაზე მეტად ელოდებიან. ნინო ამაღლობელი მუსიკის პედაგოგია. მე ვარ ნინო ამაღლობელი 22 წლის. ვასწავლი მუსიკას კორმაღლის სკოლაში. ძალიან მიყვარს ჩემი ხელობა, როცა მივდივარ ხოლმე ბაღნებთან, აი ისე სიყვარულით ვხვდებიან. პირველად მომესალმებიან, შემდეგ დავჯდები, დავიწყებ და ძალიან კაცრი ცალკე. ალბათ თვითონაც რო უყვართ ეს სიმღერა. ხო, აი თვითონაც მონდომებულები არიან და არ ხმაურობენ. ხო და მე შევინე ესე გამოდის კარგად. აი 4 წლიდან მოყოლებით, სულ ამაზე ვოცნებობ, რომ აი ძალიან მინდა მომღერალი გავხდე. აი მოგზდოს ეს სიმღერა, აი საბედნიეროდ ეს გაგვიმართლა და მთელი ოჯახი მღერა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და აი ბოლომდე ვემსახურები მიამს. აბაშინის წარმატებები. მადლობა. გამარჯობა. თქვენი სახელი და გვარი ბრძანეთ? ნინო ამაღლობელი, სამტრედიიდან ვარ. სოფელი?
კომი. როგორც ჩანს, თქვენ მოღვაწეობთ მუსიკის მიმართულებით. დიახ, ვასწავლი. აი, მასწავლებელი ხალხურებს ვასწავლი უფრო. რა კარგი გოგო ხარ. აი, სხვათა შორის პატარაობიდან მღერი. აი, ჩვენი ოჯახი მღერით პატარაობიდან. მამიკოც და თქვენ ერთად მღერი ხართ ხოლმე ხმებში? დიახ, მღერი ვართ. გეხვეწებით ერთი სიმღერა ვამღეროთ ერთად. რა თქმა უნდა. დაუძახეთ რა. მამა და ძმა მოვიდესო, ითხოვს ჟიური და მე ძალიან ახლა ერთი სიმღერა ოჯახი უნდა შემისრულოთ და რომელი? ლალე მღერი. ძალიან მინდა ესეთი საყვარელი ადამიანები ერთად რომ ნახო. თქვენმა შვილმა ისეთი სიყვარული მოიტანა, რომ მე თვალი დავხუჭე, ასე ვთქვათ, კონკურსის წესებზე და ძალიან მოვინდომე, რომ თქვენი გემრიელი გულები ერთად მომესმინა და გვიუხედეთ რა. ძალიან დიდი მადლობა. დინე გარისოლა ზეგრიხლაბენი ჯოგი დავსვია მტრისაო ქართველო ხელი ხმარსი გარ სანაფრაგული ჯრისაო თუგული გიმისაიგივეს ვიყავს ამჯარი ცხისაო თქვენ გაიხარეთ. ცოტა ემოცია. მშვენიერი იყო, ის ემოციაც კარგი იყო, ყველაფერიც კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გადაინაცვლეთ. უდიდესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. სიტყვები არ ყოფნის, ახლა დავაგროვებ, უცებ და გამოვატყავ. რა კარგი იყო ნინო და ხშირად ვერით ასე? დიახ. მამიკო როგორც ადგება დილით, აბა ბავშვობა სიმღერა. გეგმავდით რომ ეს თქვენც მოგიწევდათ? ეს უკვე სიუბრეზე იყო ნამდვილი. ხო, მაგრამ მოულოდნელი ექსპრომტი ყოველთვის უფრო გემრიელია და ესეთ რა სიტყვით. და თანაც ძალიან დიდი ემოციები. ბედნიერი ოჯახი ხართ. ოჯახური იმხელა სიყვარული მოიტანეთ. მე მაგალითად ძალიან მინდა თქვენთან სტუმრობა და ერთ ორ ღამეს გემრიელად დავრჩებოდი, რომ დილას სიმღერით დამეწყო დღე. მაგრამ ეს არ არის ხალხური შემოქმედება, მხოლოდ ხვდებით. აი ჩვენ რა ტიპის მომღერალსაც ვეძებთ, იმ ტიპის თქვენ არ ხართ. მაგრამ რა ტიპისაც თქვენ ხართ, ის ჩვენ სამივეს ძალიან მოგწონს. ამ წუთას, ამ სკამზე ჩვენ სხვა მიმართულების მუსიკოსებს პოულობთ და არ გეწყინოთ, რომ ამ პროექტში ვერ გხედავთ და ამ პროექტში ვერ. მაგრამ გხედავთ საოცარ პედაგოგს, იმედი ხართ ჩვენი, რომ არაჩვეულებრივ ბავშვებს გაზრდით და დამერწმუნეთ. მარტო ხალხურით რას გავხდებით მითხარით, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერით. საგემეკანი. გაჩერდი ახლა. არ გინდათ რომ სიყვარულები გაგიტავთ. ჩვენ კიდე თქვენ უკვე შეგვიყვარდით და არა, იმით ამატირით, რომ კი მართლა უყვარა ბავშვებს და რაღაცა იმიქნა. ბავშვები მოგინათ. ხო და ჩვენც გვიყვართ. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნინო. აპლოდისმენტებით გაგაცილებთ. აპლოდისმენტებით გაგამოგაცილა ჟიური. არა, ხო ეს როგორც ვითომ თქვენ ხალხურს კარგად ხერითო, მაგრამ ეს როგორც ჩვენ ვეძებთ, ისეთი არ ხართ. სამაგიეროთო პედაგოგი ხართო, არაჩვეულებრივიო და ხო, ეგ ხო აი ერთი ბედნიერებაო თქვენს ოჯახში მოსვლა და ქეიფი. ამაზე ამიჩვენდა ხო, ის მართლა ბავშვებს უყვარვა. აბა რა. ეხა გელოდებიან შენი ბავშვები. აბა შენიც ბედნიერი. წარმატებები. კარგად. მეც ამიჩხდა გული. მართალია ოქროს ბილეთი ვერ მიიღო, მაგრამ ჟიურის და წამყვანების სიყვარული ნინომ ნამდვილად მოიპოვა. კორმაღლში კი მას მოსწავლეები ელოდებიან. ამაღლობელების ოჯახმა ნინო ქათამაძეს გული აუჩუღა. თუმცა დღეს ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ჟიურის წინ ემოციური საღამოების. ბათუმის სანაპირო ტურისტებით სავსეა. ხალხმრავლობაა ბულვარზეც.
ეს ერთ-ერთი კონკურსანტი ლევან ჯოჯუა. კასტინგზე შვილთან პატარა ლიზიკოსთან ერთად მოვიდა. მამაშვილის მზადება დილიდან დაიწყო და ამ დღის სამახსოვრო ვიდეოც გადაიღეს. მოვიჩქარი მოკლედ. თქვენთან შესაძლებელი. იმედი არ დამაგვიენდება. დავიწყოთ. მაგარი იყო. გამო, მაგარი იყო, გამო. ოქი ხირი. მოდივარ, თოთხარ. მოდივარ. მოდივარ და დაგხვდი. მოდივარ და დაგხვდი. მალე შევხვდი. ქუთაისიდან გრძელი გზა გამოიარეს. დადგა დრო, როცა ლევანი ჟიურის წინაშე წარსდგება. გამარჯობა. გაგოცენ. ლევანი ჯოჯუა, 26 წლის, პროფესიით მსახიობი. სადმე თამაშობთ რომელიმე თეატრში? თამაშობდი. ახმეტელში და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. შვილი? შვილი 6 წლის ლიზიკო მყავს. რა კარგია. ღერის თქვენი? კი, ცოტას ღერის. 6 წლის. აქ არის? აქ არის, კი. კულისებში. როცა ამ ხელ გამოცდილება გაქვთ, როდესაც იცნობთ სცენას, ალბათ ზუსტად იცით მიზანი თქვენი მოსვლის. ეხ, ვიცი თუ გამომივიდა. რა სიმღერებთ, რა შეგვისმენთ? ქარი ქრის თუ შეიძლება. კეთილი. ქარი ქრის. ქარი ქრის, ქარი ქრის. ფოთლები მიქრიან ქარ და ქარ. ხეთა რიქს, ხეთა ჯას კალათხრის. სადახარ, სადახარ, სადახარ. როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს. ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს. შენი მესახება დამდევს თან. ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან. მე ძალიან მომწონხართ. მადლობა. იმიტომ რომ გესმით სიტყვის. და ყოველ შემთხვევაში შეიძლება ამაზე საუბარი მოდი. ლიზიკო მოვიდა. ლიზიკო, დიდი მადლობა რომ მამასთან ერთად ამდენი ხანი გველოდეთ და ესეთი ზღვასავით თვალებით რომ ესე მამას გვერდით დავდექით. მე გეუბნებით კის და მე მჯერეთ. მადლობა. კაიხარი. თქვენი სამსაფხიობო ნიჭი ერთის მხრივ ამ პროექტისთვის შეიძლება კარგი იყოს. მინდა გნახოთ მეორე ტურში. მადლობა. ნიკა. ძალიან კარგად უნდა მოემზადოთ. და გჯეროთ. დიდი მადლობა. ეს თქვენ. ცხოვრებაში პირველია და არასდროს დამავიწყო. მეორე ტურში ვერ გავიგე. მაშინ ლიზიკოს დაუთმე რომ. მამ. ლიზიკო მიხვდი რა მოხდა? მამიკო გადავიდა მეორე ეტაპზე. უღრმესი მადლობა, კარგად. ლიზი მამისგან ყველაზე კარგი საჩუქარი ოქროს ბილეთი მიიღო. რა გიხარია რა, აბა მითხარი. აი, ტელევიზორში რო გამოვჩნდებით მე და მამა. ქუთაისელი ლევან ჯოჯუა მეორე ტურშია. რეკლამის შემდეგ ჰოთელი ვარსკვლავი. განსაკუთრებით პოპულარულია ჩემი დისკები თოთის ავტოსადგურში. გაუმარჯოს ლელა ჭანდურიას. დიდი აქცია ლელა ჭანტურიას მხარდასაჭერად. პატარა სამეგრელოს. ჩვენი დროის მარინე გიორგის ასული ფერაძე, ანუ ჭრიჭინა. ოქროს ბილეთით გამოწვეული დიდი ემოცია. სიურპრიზი. ვის მოუწეს ფეიერვერკის სასტუმრო რედისონი. ბათუმში ტურისტული სეზონის პიკია. შავი ზღვიდან დაიწყო გზა საქართველოს ვარსკვლავისაკენ. ეს ყველაზე მაგარი სატელევიზიო შოუა. დღე გრძელდება. ჟიურის წინაშე უკვე ბევრი კონკურსანტი წარსდგა. ბევრმა მათგანმა დღეს პირველად სადა ფართო ასპარეზზე გამოსულა. ზოგმა გარკვეული პოპულარობა უკვე მოიპოვა, თუმცა ამაზე შეჩერებას არ აპირებენ. მათ შორის არის ლელა ჭანტურიაც.
ფოთში განთქმული მომღერალი, მაგრამ ლელას უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. მე ვარ ლელა ჭანტურია, 19 წლის ფოთიდან. ჩემი ოცნება იყო, რომ ჩემი სოლო ალბომი გამომეშვა და ავესრულე ოცნება, რამოდენიმე წლის წინ ჩავწერე დისკი, სოლო ალბომი. განსაკუთრებით პოპულარულია და უფრო გაყიდვაშია ჩემი დისკები ფოთის ავტოსადგურში. ძალიან კარგად იყიდება დისკები, ფოთში ამომავალი ვარსკვლავია, მთელ ფოთელებს მინდა ჩვენ რომ მთელ საქართველოს შეისხოდეს მაგისი ხმა. უმეტესობა მცხოვრებს აქვთ ჩართული ეგ დისკები და ძალიან მახარებს. მინდა ეს პოპულარობა ფოთის ფარგლებს გარეთაც გავიდეს და ამიტომ მოვედი პროექტ საქართველოს ვარსკვლავში, რათა უფრო მეტი პოპულარობა მოვიპოვო. ბათუმში წამოსვლამდე ლელას მსმენელებმა სახელდახელო მიტინგი მოაწყვეს. ყველა ვინც დგავართ აქ ვარ ჩვენი ლელას გულშემატკივრები ხალხო, ჩვენ გვინდა ლელამ ფინალში გვასახელოს. სამეგრელოს სტიმულს აძლევს ჩვენი ლელა ჭანტურია, ხარდაჭერა ლელას უნდა ეს ცხოვრება ხომ რთულია. გაუმარჯოს ლელა ჭანტურიას, თლიანი სრულიად საქართველოს ხალხებად, პატარა სამეგრელოს. გამარჯობა. აბა გაგვეცანით. ლელა ჭანტურია ფოთიდან. მაქვს სოლო ალბომები გამოშვებული და თუ შეიძლება რომ გაჩვენოთ. სოლო ალბომები? თან 3 წელი გიჭიროთ ხელში. რამდენი წლის ხართ? 19 წლის. როდის მოსწონი? სკოლის პერიოდში ვწერდი ნენელა. ალბომის გამოშვება ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს და თქვენ ძალიან დიდი შრომა ჭირდება საკმაოდ. თქვენ გვანახეთ თუ გვიტოვებთ? განახეთ. ამიტომზე. კარგით, კარგით. კინოფილმიდან მინდა შევასრულო ნინო. არი ფიქრო და გივიწყო რა ვუხოთ რომ წახვედი მე საფიცრად დამიტოვე შენი წმინდა სახელი ძალიან ჩუმად მღერი ხართ. ლელა, აი როგორ წარმოგიდგენიათ ლამაზი, მაგრამ დაბალი ხმით სცენიდან მიაწვდინოთ ხმა უზარმაზარ აუდიტორიას. შენი ხმის სიძლიერე ვერ ლახავს ჩვენი არჩევნების 7%-იან ზღვარს. ასე რომ მოდი შევაფასოთ ჩემო მეგობრებო. არა, მე ვიტყვი არას. მეც არას ვამბობ და გიბრუნებ დისკებს და გისურვებ წარმატებას. ლელა ფოთში ბრუნდება. მერერა რომ ოქროს ბილეთი არ მია. სამაგიეროდ ერთგული პუბლიკა მოუთმელათელის სიახლეებს მის შემოქმედებაში. შემდეგი კი რამაზ გიორგაძე. შრომელი გამრჯები ჭიჭიათურიდან. მე ვარ რამაზი გიორგაძე, 17 წლის ჭიათურიდან. ამ სახლში ვარ ვეღინებ, სახლში ვარ ვეღინებ. და რავი, აი ამის გულისთვის გადავწყვიტე მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში. ჩემი ოცნება თელმა საქართველოს გამიცნოს და აი პოპულარული ადამიანი ვიყავით. გაგვეცანით. რამაზი გიორგაძე ჭიათურიდან. ძალიან სასიამოვნო. რამდენი წლის ხართ? 17-ის. ჩვენ თქვენზე ვიცით ისტორია, რომელიც არის ძალიან საამაყო. სად მუშაობ? ავტოსამრეცხაოში. Come over to the window, my little darling. როცა სკოლა დაამთავრე, გადავწყვიტე ჩემი ჯიბის ფილმი მქონოდა. ამიტომ დავიწყე მუშაობა სამრეცხაოში. შეიძლება დღემ ჩაიაროს, აი ერთი მანქანაც არ გავერეცხო, მაგრამ აი ტყუილა ყოფნას მაინც მიჩვენია რა. აი მიჩვენია რომ ვიყო რა დაკავებული რა. ვიდრე ტყუილა ვიყო. აი რავი, მე რაც თავი მახსოვს, აი ჩემთვის ყოველთვის ღერი ვარ რა. სიმღერა მიყვარს, მოსმენაც მიყვარს სიმღერის. აი ყოველთვის ოცნებობდი, აი გამომჩენილიყავი რა ამ სიმღერით. რაღაცა და არა მარტო ჩემთვის ჩამეკლა ჩემ გულში აი ეს სიმღერა. მინდა რომ ამას მივახცე. ამიტომ გადავწყვიტე მიიღო პროექტ საქართველოს ვარსკვლავში მონაწილეობა. იმედია გამიმართლებს. რა სიმღერას გვიმღერებ? აი გოგიდოლიძის გოგლაუ. კეთილი, გისმენთ.
სისხლში სიყვარული გვიდუხს ახლა გმართებს ერთმანეთის ფერება ავდგეთ ფეხზე უგალობოთ სწორედ იმ გულს ახლა რომ აფეთქდება უნდა დამიბერდეთ ტკბილად იფრინონ და იღუღუნონ მტრედებმა გაუმარჯოს ახალი წლის პირველ დილას თავზე რომ გვათენდება გული მღერის სული მღერის თქვენი მრავალ ჟამიერი მადლობთ დიდი მადლობა აი რა ვქნა უძაოდ ძალიან მუსიკალური ადამიანი ხარ და ძალიან გულიანი ძალიან გულიანი შეფოს რამაზ არა სამწუხაროდ მე მოვიტოვე ეგოისტურად სათქმელი ჩემი კიც არ შველის მაგრამ მინდა გითხრათ რომ ხართ ვაჟკაცი ადამიანი მე თქვენი ნამღერი ცოტა არაზუსტი გულიანი მირჩევნია ბევრ ფონოგრამაზე სწორად ნამღერს ოღონდ გულწრფელად გეტყვით იმიტომ რომ გულს ასე გემრიელად არავინ არ ამბობს მინდა რომ ძალიან გაგიმართლოთ ცხოვრებაში უბრალოდ აქ კონკურსია და სხვა თვისებებს ითხოვს წარმატებას გისურვებთ ვახ რა გულიანი კაცი იყო რამაზმა ოქროს ბილეთი ვერ მიიღო თუმცა ჟიურის თავი ნამდვილად დაამახსოვრა მოსაღამოვდა ქალაქი ლამპიონებმა გაანადგურა ღამის ბათუმი ფერად შუქებში ბრწყინავს რედისონში კი უამრავი კონკურსანტი ელის საკუთარი ვარსკვლავის გაბწყინებას მათ შორის ბათუმელი მაია გოგიჩაიშვილიც გამარჯობათ მე გახლავართ მაია გოგიჩაიშვილი ქალაქ ბათუმიდან მე ვფიქრობ რომ სიმღერისთვის ვარ დაბადებული და ეს ძალიან მინდა დავამტკიცო და საქართველოს და რა თქმა უნდა საკუთარ თავსაც იფარავდეს ჭინდი შაცია მოვჩიტავს და მე ვფიქრობ რომ მოვცემ თქვენ მე ამ შანსს რომ გამოვარდნო ნიჭი თუ კი რაიმე შემიძლია ჩანკი ჩამი დიდი სიყვარული გჭირდეს მე ვარ მაია გოგიჩაიშვილი ვარ 26 წლის ბათუმიდან ჩემი ერთადერთი მიზანი არის ცხოვრებაში რომ დავდგე დიდ სცენაზე და გავხდე ცნობადი ან თუ შესაძლებელი იქნება ძალიან ცნობილი მომღერალი მოდი სანამ გამარჯობა გაგვეცანით თუ შეიძლება მე გახლავართ მაია გოგიჩაიშვილი ქალაქ ბათუმიდან ასაკი და ეს ასაკი ის 26 წელი მაია რას გვიმღერებთ დაიანა როსის სიმღერას ძალიან კარგია დაიანა როსი I wanna call the stars down from the sky I wanna live a day what never dies I wanna make you see ფანტასტიკურად იცი რა იქნებოდა თქვენ აბა დელი იმღერებდით არაჩვეულებრივად ისეთი ტემბრი გაქვთ იცით ეგ სიმღერა ჟენიერმამ იმღერეთ რა უნდა ვიმღერო? აი როგორც იმღერებთ, არავინ არ ჩაგითვლით ამას. ჩემი იმპროვიზაციით გავამივაცხოთ. შენი იმპროვიზაციით უკეთესია. შენი ერმამა ისმა, გული გამიხალისა, სურნელებამ დამატკბო, ვარდისია სამნისა. აბადელი დელი დელი დელა, აბადელი დელი დელი დელა, აბადელი დელი 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 დელა. აბადელი დელი დელი დელა, აბადელი დელი დელი დელა, აბადელი დელი 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 დელა. აბადელი დელი დელი დელა, აბადელი დელი დელი დელა, აბადელი დელი 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 დელა. თქვენ მოკალით ძერა. მე არ ვიცი რა მოვკალი. ქორი არწივი ძერა, მაგრამ მაია, მე მგონია რომ ამ პროექტისთვის არ გამოგვადგებით, მაგრამ მე ხომ არ აჯობებდა რომ მიგემართათ ვოკალის პედაგოგისთვის. დაუსვით კითხვა რომ გაქვთ თუ არა შანსი რომ კლასიკურ მუსიკას გავყვეთ. და ის იქნება ძალიან სწორი. თუ კი მომცემთ შანსს,
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მოგიცით შანსი, რომ ზუსტი გზა გაჩვენეთ, ჩვენ ესე გოგო. მოდი შეაფასე, ნინო. მე სამწუხაროდ ვერ მოგცემთ ოქროს ბარათს მეორე ეტაპზე გადასასწრებლად. მე სამწუხაროდ არა. მე კი ის გეტყვით, მაგრამ არაფერი არ გამოვა. ნახვამდის. თანამედროვე მარინე გიორგის ასული ფერაძე. ანუ მაია გოგიჩაიშვილი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა. შენ რა უცნაურია რა ეს ფორმატი რომ მოიფიქრეს თავის დროზე, რომ ესე აკაპელად ირჩევენ. იცი რა ჩანს? არაფერი არ ეხმარება და ის შიშველია და აი ამ შიშიშვლეში ეთყობა ყველაზე ზუსტად პოულობ მონაცემს. იმიტომ ასილამაზის კონკურსზე ბიკინის ტური. ეს არის ბიკინის ტური. ენერგიული და გრძელი დღის შემდეგ ბათუმში უკვე ღამეა. ამ ქალაქს დაღლა არასოდეს ეტყობა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რედისონის ფოიეშიც იგივე სიტუაციაა. სხვა კონკურსანტებთან ერთად დაიღალა ნათია ვარშანიძეც. როგორც იქნა, მისი ჯერიც დადგა. მე ვარ ნათია ვარშანიძე, 16 წლის ქალაქ ბათუმიდან. დასვენება მიყვარს. დავჯდები ტელევიზორს უყურებ, ან კიდე კომპიუტერთან მზივარ, თორემ სხვა არანაირი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იქნება ნინო ქათამაძის აზრად. მთელი დღეა მის შეფასებას ველი. რა ვიცი, ერთს ვიმოქს, როდის გავალ შევხვდა. ვინ მოსულა ჩვენთან? ნათია ვარშანიძე. რამდენი წლის? 16 წლის ბათუმიდან. ნათია, ალბათ ძალიან გემრიელი საჭმელები ძალიან გიყვარს, ხო? მეც ძალიან მიყვარს. მეც. როგორ იცინის? ასე მარტო 16 წლის ასაკში შეიძლება იცინოდეს ადამიანი. ნათია, რა მუსიკისგან შედგება შენი ცხოვრება? ყველა ჟანრის მუსიკას უსმენ, რომელიც თუ მომეწონება. რას მოგვეწონებ ახლა ამ წუთას? ადელის რეპერტუარიდან Rolling in the Deep. ადელი გარეგნობითაც მოგწონს? კი, რა თქმა უნდა. კეთი. დაიწყე. There they fire storing in my heart, reaching a fever pitch as bringing me out the dark. Finally, I can see you crystal clear. Go and they'll sell me out and I leave your shibir. We could have had it all, rolling in the deep. You had my heart in every hand, and you played it to the beat. We could have had it all, rolling in the deep. You had my heart in every hand, and you played it to the beat. აცმა დაბადებულმა არ იცის რა ჯანდაბას ვღეროდი, მაგრამ ისეთი საყვარელი ხარ და ისეთი ენერგიით და შემართებით ვღეროდი. არა, არც ერთი ნოტი სწორი არ იყო. არც ერთი სიტყვა სწორი არ იყო. მე ისე მომწონს. უნიჭოთ მაგრად ნამღერი, ვიდრე ნიჭიერის უგულოდ შესრულებული. ამიტომ თქვენი გული სჭირია, მაგრამ ეს მუსიკა 16 წლის ასაკში სწორი ენერგია და სწორი ესეთი ხალისიანი ემოცია გაქვს. მზეს უმზირეს კავს. ხო. ხო. ოღონდ ეხა ამ ეტაპზე ჩვენ ვერ გადაგვყავხართ, მაგრამ გაძლევთ დროს რომ იმუშაოთ და მე იმუშაოთ და მოხვიდეთ, იმიტომ რომ თქვენ 16 წლის ხართ. რა ვიცი, იქნებ უბრალოდ დავმეგობრდეთ და შევხვდეთ ხოლმე და ესე გვიმღერებს ასწავლად. მე გეტყვით და არის. ეს ჩაგეხუტებოდი. მე ნახეთ. მადლობა. ჩაგეხუტები რა. ცალენ გაიხარე დიდი მადლობა. მაინც დასამე მიყვარხართ. ჩვენც მაინც გვიყვარხარ. მაინც გვიყვარხარ. კარგად იყავით ნაცია. მოდი ხარ ემოციები დატვირთული? რა გიხარ? ასაკი არ შემიწყო ხელი სამწუხარო. ამის გამო ვერ გადახვედი შემდეგ კურსში, ასაკის გამო? ხომ კარგად. წარმატებები. ასაკის გამო. და მე სწორად გავიკეთე. სამწუხაროდ ვერ გადავედი შემდეგ ტურში, რადგან ასაკმა ხელი არ შემიწყო და მითხრეს რომ მომავლისთვის ყველაფერი იქნება როგორც მე მინდა. შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, თუმცა ნათია ვარშანიძეს ამის გამო არ მოუწყენია.
რაც თავარია დაღლილი ჟიურის ენერგიაზე მოვიდა. დაწეპებული ვარ ეპოქსიდით ამ სკამზე და ამ საყვარელმა გოგომ მომდევნო კონკურსანტი ბათუმელი ლუკა ზაქარიაძეა. ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობა. ალბათ ჟიურის წინაშეც მშვიდად და თავდაჯერებულად წარდგება. ნახოთ, რამდენად გაამართლებს საკუთარ მოლოდინს. ლუკა ზაქარიაძე 19 წლის ქალაქ ბათუმიდან მოვედი ამ პროექტში. თავში დარწმუნებული ვარ, ძალიან ლაღათ ვარ და რავი რა. შვენიერი სიმღერაც მაქვს შერჩეული და არ მაქვს ანერვიული არაფერი ჩემი აზრით. გამარჯობა. თქვენ გინებავთ სკამს. სკამს დამსახურება უნდა ბატონო ჩემ. წამოждები მაშინ ავაზე. სკამს ვარ და არა, ჯერ დაგველაპარაკეთ თქო, მაგას გულისხმობ. კი. რა დაბრძანდით? გაგვეცანით. ლუკა ზაქარიაძე 19 წლის ქალაქ ბათუმიდან. რა აზრით ხართ საერთოდ იმ ქართულ შემსრულებლებზე ვის გვერდითაც თქვენ გინდათ რომ დადგეთ და ასე ვთქვათ ზოგჯერ მიიღოთ მათთან ერთად საერთო პროექტებში მონაწილეობა. ვინ მოგწონთ, ვინ არ მოგწონთ, ვის რავი, ახლა სიმპათიებზე ასე ვერ ვილაპარაკებ, უბრალოდ სიმპათია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მქონდეს ელემენტარულად რა. უარყოფითი არ მაქვს რა თქმა უნდა, თორე ახლა გემოვნებაზე არ დაობენ საერთოდ. აი როგორი ტიპის გემოვნება? სხვანაირი. ქართველებიდან მისვისვათ. მართალი გითხრათ არავის. რატო? არ მომწონს. თუ გავიგებთ თქვენ რა არ მოგწონთ, მიხვდებით რაც მოგწონთ იმის ადგილი სად არის? ახლა იმის ადგილი სცენაზე არის, მაგრამ თავისი მაყურებელი. თქვენ რაც არ მოგწონთ იმეთი ადგილიც არის სცენაზე. კი, მაგრამ თავისი მაყურებელი ყავს, თავისი მსმენელი ყავს ახლა ყველა. რა შეგვისწრებთ? დღეს მე შეგისრულებთ რავი, უცხოურ სიმღერებს შევასრულებ. ქართულს არც ერთ? ქართული შემიძლია, კი შემიძლია. შემიძლია ქართული. ძალიან კარგით რა შეგიძლია. მაშინ ქართულით დაიწყე. ქართული დავიწყო? კეთილი. იმდენი რამე უარყავით, რაც თქვენთან დიალოგში მინდოდა შემოსვლა, იმდენ რამეს გაეკეთეთ, მაგრამ ისე იმღერეთ, რომ სულ დაგვავიწყდა ის, რაც არ მოგვეწონა. ოხ, ისე ველოდებ, ისეთ ჩასაფრებული ვიყავი, რომ რაღაცა მეთქვა. ცოტა უხასიათო ხარ. მე? ხო? არა, უხასიათოა. ლუკა, ეხლა უნდა გიტარა აიღო ხელში და უცხოური სიმღერაც იმღერო, თორემ ხო. Hold you in my arms, I just wanted to told. Far away, this ship is taking me far away from other memories of the people you care if I live or die. Then hold you in my arms. I just want you to hold you in my arms. Our hopes and expectations, black holes and revelations. Now hopes and revelations, black holes and revelations. Bravo, ლუკა, რა კარგ ხასიათზე დამაყენე, ლუკა. ესეთი კონტრასტი პირველ შთაბეჭდილებასა და შემდგომ შორის კარგახანია არ მქონია. მე კიდე არ მინახავს არც ერთი კონკურსანტი ესეთი მუსიკალური, ისე უკრავდი გიტარაზე, ისეთი ნიუანსებით, კონტრასტით. უბრალოდ მუშაობის დროს კომპრომისები მოგიწევთ, გულისხმობ აბსოლუტურად
რბილ და თქვენთან შესაბამის თქვენთვის მისაღებ კომპრომისს. წამოყვებით? გასაგებია. თქვენს გარეგნული ერში იმიჯში ცვლილებების შეტანას ესეც წამოყვებით? ახლა ასე არ დავიყენებ მე თმას რავია, ახლა პროფესიონალების მჯერა რა თქმა უნდა თქვენ და საერთოდ რომ მოვდივარ პროექტში გენდობით, ამიტომ რა ჩემთავს გაბარებთ ასე ვთქვა. მე მგონი ოქროს ბილეთის უნიმზებს, ოქროს უზებ გეჟდები. ჩვენი ლუკა იმსახურებს მეორე ტურში უდავოდ გადასვლას, ხომ ეთანხმებით? კი. ხო და მოდი ვთქვათ მე გეტყვით ის და მე გადავწე მე. მეც გადავწე. ბათუმელი. აი ხო ბევრი გვაქვს, მოდი 2 წელი წაიღე. თორემეს გამოგვარჩი რა იყო, არა ნინო მიეცი. ისი რა? მარ მე ესენი მე მომეცით. ჩვენ გეუბნებით კის, მეც ვამბობ კის. ამოიღე ხმა. ნუ მე გამოვხატე ჩემი კიდე. ჩვენც კის ვამბობთ. გელოდებიანი, გელოდებიანი. მოდი. ლუკა, მე მგონი არ ელოდებოდი, ხო, ასეთ შეფასებას? რავია, პირველი შთაბეჭდილება არ იყო, აბსოლუტურად განსხვავებული. ხო, აბანა, და რა კარგი ქნერო ხალხური სიმღერა. რა კარგად იმღერა, რა კარგად იმღერა. ასე იგი იმდენად მოვეწონე ჟიურის, რომ ერთმანეთს ეკამათებოდნენ, რომელს გადმოეცა ჩემთვის ეს საწოდავი ბილეთი. ლუკა გადავიდა. ვერ ვიტყვით რომ ლუკა ძალიან გახარებულია. როგორც ჩანს, მისი წარმატება მასზე მეტად პროექტის წამყვანებს და ჟიურის გაუხარდა. გვიანი ღამეა. უკვე დიდი ხანია კასტინგი მიმდინარეობს. ზოგი მონაწილე დაიღალა. ზოგი ცდილობს დრო ხალისიანად გაიყვანოს. ვიდეო თამაშებით, საუბრით, ან ცეკვით. ზოგი კი უბრალოდ ერთობა. ანა რაზმაძე მეგობრების დიდ გუნდთან ერთად მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე იცდის, ის მაინც ენერგიაზე. დიდი ხანია ვალოდები ჩემს ტრეკს, მაგრამ თითქმის ვერ ვგრძნობ დრო ისე გადის. მეგობრები არ მაწყენენ, თამაშობთ. ერთი სული მაქვს როდის შევალ ჟიურის წინაშე. ბავშვობა, მოწონები სახეები ხარ გვინდა? შემართება, პლაკატები სად არის? ანა ნამდვილი ლიდერია. დილით უკვე მოახერხა მთელი კონკურსანტების აყოლიერება. იაცაზე ანა ყურადღების ცენტრში მოექცა. მე ვარ ანა რაზმაძე, 18 წლის, ცხოვრობ ქუთაისში. ჩვენი მთავარი მიზანი არის ახლა, რომ ძალიან კარგად ამ პლაკატებზე გარკვეული სლოგანები დავწეროთ. პირველი კლასიდან ვცდილობ, რომ გარკვეულ ეტაპზე პირველი პლანი მეჭიროს და ვიყო ლიდერი. ეს ჩემი ბუნებრივი თვისება, რომელიც თვითონ მართავს და მეც ვცდილობ, რომ დადებითად გამოვიყენო და მაქსიმალურად წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. იმედი მაქვს, რომ ესეთი გულშემატკივრობა იქნება აი გაცა. დიდი სურვილი მაქვს, რომ გავხდე საქართველოს ვარსკვლავი, მოვხდი ამ პროექტში და მივახციო წარმატებას. წავედით, იმედია იქაც ესე გავაგზავნოთ. აბა წავედით. თუ გადავალ ხა როგორი ოვაციებით შემხვდე. როგორ გადავიდე? მაინც ჩვენია. ნახე იქით რამდენი ხალხია წამო. გამარჯობა. მოვაქვს თქვენთან. მართლა? სასიამოვნოა. გავიცნოთ საქართველოს ვარსკვლავი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 და იმალებიან იქეთ ორნი. მადის მარჩებიან. კარგი, მთავარი ის არის, რომ შენი გულშემატკივრობის არმიას კიდევ 2 ადამიანი შემატა. ჩვენ აქ ამისთვის ვართ. შეგაცილებ ჟიურისთან და ვეცდებით, რომ არი განერვიულოთ. არაფრით პირიქით იყო ხნეთ და არ შერცხვერას თავარი, იმიტომ რომ ქვემოთ ვერ ჩამოგიხდეთ. არ არსებობს. გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით, მიხარია აქ რომ ვდგევარ, ნუ არ ვიცი, დილიდან ვიცი ამ წუთებისთვის. აქ ჩემი მთელი მეგობრების არმია მყავს წამყვანილი. დედამიწას გააგებინე, რომ აქ ვატიხარ. დავიწყო? რას იწყებ? ლაიზა მინელის კაბარეს.
გიწევთ ჩემს კაბარეში. მე ესე წარმოადგენა მაქვს, რომ თითქოს ჩემი კაბარე მაქვს გახსნილი და ძალიან ისე კოტრდება და ისე უნდა ვიმღერო, რომ თქვენს მიგიწვიოთ. და რომ არ გაკოტრდეს და ჩვენ დავაფინანსოთ თქვენი კაბარე. What good is sitting alone in your room? Come hear the music play. Life is a cabaret, old jump. Come to the cabaret. I used to have this girlfriend known as Elsie. We saw shared surgery rooms in Chelsea. She was a blushing color, blushing lover. As a matter of fact, she rented by the hour. The day she died, the neighbors kept to Seneca. But still to come to Pilmas in the liquor. But when I saw Helena out like a queen. კარგით, ანა, იცი რა მაინტერესებს? შინ არის იცით ამ სიმღერის? კი, როგორ არა. ანუ ლაიზა მღერის, ნუ არ ვიცი თელი გულით ასულით კაბარეზე. იწვევს ხალხს არა. სრულებით არ არის ეს სიმღერა კაბარეს. ეს სიმღერა არის ერთ გოგონაზე, რომლის ბიოგრაფიას ყვება მთავარი პერსონაჟი ამ სიმღერაში. როდესაც მომღერალი ირჩევს სიმღერას, მინიმუმ უნდა ინტერნეტში შევიდეს 21 საუკუნეში და ტექსტი მაინც გაიგოს რა არის და რაზე. იქ სადაც ყველაზე მძიმე ადგილი იყო სიმღერაში, იქ იღიმებოდით, იქ სადაც პირიქით იყო. აბსოლუტურად აცნენილი იყო ამ სიმღერის შინაარსი და თქვენი შესრულება. შეიძლება ერთი შეხედვით ვინც არ იცის მოეწონოს, მაგრამ აუცილებლად სხვანაირად უნდა მოემზადოთ ასეთი სიმღერის შერჩევის დროს. სამწუხაროდ მე სხვაგვარად მქონდა ის სიმღერა ახსნილი. არა, ახსნა არ უნდა, უბრალოდ ამას უნდა Google Translate და პირდაპირ ჩანს რაზე ეს. არ იფიქროთ რომ მხოლოდ შინაარსთან და ტექსტთან იყო პრობლემები. მე მგონი ამ წარმოსახვით არარსებულ კაბარეში შეტყუებას თქვენ გადააყოლეთ ტონალობა. თქვენი თავი უფრო გიყვართ მუსიკაში ვიდრე მუსიკა თქვენში. ესეთი რაღაც რომ ვიმღერო, რისი ტექსტის შინაარსიც მართლა კარგად არის. მოდი აბა იმღერეთ რამე კიდე. მე მიხარია რომ რაღაცა გარდატეხა შევიტანე ამ ყველაფერში. აი მე ვამბობ კი. მეც გეტყვი. აი მე დიდი მადლობა. არაფრით. ემოციებს ვერ მალავ, აი ესე მაქვს ემოციები, აი ამის მაღლა. ძალიან ბედნიერი. ანა რაზმაძემ ერთგული მეგობრების არმიას ოქროს ბილეთი მოუტანა. რაზმი ლიდერის წარმატებით გახარებულია. სასიმანგა! ჟიურის გონია რომ მათ წინაშე ახალი კონკურსანტი წარსდგება. თუმცა წინ დიდი სურპრიზია. ეს ნინო ქათამაძის დაბადების დღეა. ჩვენ რასაკვირველია სურპრიზი გვაქვს. გვანცა, წავედით. როგორ გააკეთო საყვირელი? ლამაზი დღეა. რანათელი დღეა. იმიტომ რომ დღეს ნინოს დაბადების დღეა. გილოცე!
დიდი მადლობა. ესე შე. მე არ ვიცოდი. ეს თვითი ნამდვილია? ნამდვილია. საბაწო? დიზაინი რუსთავიორი ამბავი. რუსთავიორი და ჩვენ. სანთლის იმას ჩაქრობას ნიშნავს. აუ რა გემრიელია. მაგარია. 1 2 3 4 5 6 7 8 გარეთ ხდება რაღაცა. რა მაგარია. Happy birthday, happy birthday. დავიბრალეთ ხო? მარტო ჩემია. რა მაგარია ბავშვო, მარტო ჩემია. ესეც ბათუმის მეორე კასტინგის დასასრული. კარგია, როცა ყველაფერი ასე მთავრდება. ძალიან დიდი მადლობა. აი უდიდესი მადლობა. უდიდესი. არა მაქვს სიტყვები დანაკრები. ბედნიერები ვარ. შემდეგ სერიაში თბილისის კასტინგები იწყება. ვინ აღმოაჩინეს საქართველოს ვარსკვლავის წამყვანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? ჩვენ წაგიყვანთ დღეს კასტინგზე. რეპერები რუსთავი და ხოლდარჩი ჩემთან მიმალები. ყველაზე მაღალი კონკურსანტი. მე შევხედე. რაუნდო და ძალ საქართველოს ვარსკვლავის სცენაზე. მაგი კოკო. ისე მოდი. კაი წყვილი ხართ ნამდვილად. ნატო ცხაკაია კასტინგის ყველაზე ემოციური მონაწილე და დიდი საჩუქარი ბებიასთვის.